ეს შევიძინეთ რამოდენიმე წყობილობა. რა დაგიჩვენოთ მათი მიმოხილვა, მეც მაინტერესებს. ეს განათების დიმერებია. ისინი შემდეგისთვის დავტოვოთ. ესეც შემდეგისთვის მინიატურული აუდიო გამომძლევრებელი. ეხლა ეს ჩვენებაც მინდა შევიძინოთ ესეთი Rodex-ის წარმოების აკუმულატორი. 20 ვოლტი 3 ამპერ-საათია წერია, ლითიუმ-იონური RPX 2030. რუიანით იწყება სავარაუდოდ ჩინეთში დამზადებული. სავარაუდოდ არა, ნამდვილად ჩინეთში იქნება დამზადებული. გავხსნათ. შეგიძლიათ შინაგან როგორ გამოიყურება. 5 დავდოთ გვერდზე. ესე გამოიყურება შიგნიდან. აქაც ნაკლეიკებით არის გაკეთებული. აი Rodex-ი წარწერა 5-ზე, კორპუსზე. წარწერა გაკეთებულია. აქაც ნაკლეიკით. კარგით, ეხლა დავშლით და ვიჩვენებთ რა არის შიგნით. საკმაოდ კარგად არის გადაჭერილი. 4 მინდია. 9 ხმია 4. თითქონჭიკი რა ქვია ქართულად. ოთხი ჩვეულებრივი ესეთი ვარსკვლავური პლუს მიწოდებული პლუს ჯანჯიკით არის დამაგრებული კორპუსი. და გავხსნათ. ძალიან ადვილად იხსნება. აიხადა შევიდან თავი. და ესეთი BMS დაფა ზემოდან, ესეთი BMS-ია. ერთი MOSFET ტრანზისტორით. ეგეთი ერთი MOSFET ტრანზისტორია. რამდენად ფოკუსირებას გააკეთებს არ ვიცი. შევეცდები ამოვიკითხო. ეს არის MXP 630 BAF L99LH. ძლავრად გამოიყურება, მაგრამ რეალური სიმძლავრე რამდენია არ ვიცი. დამჯდარია. აკუმულატორი. ნახოთ რა მოვაყოთ სიდან. მოვიდა კორპუსიდან. ფლიუსი მორეცხილი არ არის, ფლიუსი არის მიკროსქემაზეც, თან ორივე მიკროსქემაზეა ფლიუსი. ფლიუსი აუცილებლად მოვრეცხავთ. დარჩილვის ხარისხიც არც თუ ისე მაღალია, თუმცა თვითონ ელემენტებზე ფირფიტები, დენ გადამყვანი ფირფიტები კარგად არის შედუღებული. ეთქობა რომ ქართულად არის შედუღებული. რაც შეეხება ელემენტებს, აქ არის ელემენტები 1500 მAh 3.6 ვოლტი. რომელი კომპანიის წარმოების არის, არ იკითხება, არ ხერხდება ამ მოკითხვა. 19650 ფორმატის. საკმაოდ ისეთია, მძიმეა თვითონ ბატარეა, თუმცა კაცმარიცის ეს ელემენტები რამდენად ორიგინალია. სამწუხაროდ არ მაქვს აკუმულატორების ტევადობის ტესტერი. შესაბამისად, ალბათ შემოწმებას ვერ შევძლებ. ეხლა უბრალოდ შევეცდები დავუმხტო აკუმულატორი ესეთი ჩვენი მუდმივი აკუმულატორის განსაკუთრებით. ჩვენ ნახოთ საბოა, მანდ რამდენია. ასე მულტიმეტრი ჩვენი. ამის გადაკეთების ვიდეოც დესკრიპციაში მულტიმეტრი გადაყვანილი გვაქვს ესეთივე 18651 ელემენტით კვებაზე. გადავიდეთ მინიმუმიდან 20 ვოლტის ზღვაზე. ძაბვის გაზომვაზე. ერთმეტი მთელი და 8 ვოლტი. ძალიან არ დამჯდარი. ეს მინუსია სავარაუდოდ.
11.8 ვოლტი. მოვითვალისწინებთ, რომ აკუმულატორი შეერთებულია 1, 2, 3, 4, 5 S და 2 P ტიპით. მინიმუმ იყოს 15 ვოლტი, ანუ ძალიან დამჯდარია 12 ვოლტი, ანუ აკუმულატორების ბატარეისთვის ძალიან დამჯდარია. ნუ ზღვარს ქვემოთ არის პრაქტიკულად შემოსული. ახლა მომწონს ინტერნეტში მოვიძიო ამ კონკრეტული EMS-ისთვის სად ერთდება დამტერი. შუნტიც არის ნახე. შუნტიც მოხს. შესაბამისად დენისგან გადატვირთვაზეც ექნება დაცვა შეშენებული. ნუ ცუდი BMS დაფა არ არის, უბრალოდ სიმძლავრე რამდენად ეყოფა ამ ერთ MOSFET ტრანზისტორს და რამდენად სითბოს არინება ეყოფა ხანგრძლივი მუშაობის დროს, ნუ არ ვიცი. სანამ ჩავთავთ და სანამ დავუხდავთ, აუცილებლად შევეცდები ჩვეულებრივი სამეცნიერო სპირტის გამოყენებით მოვუგეცხო და ჯაგრისის გამოყენებით ფლიუსის ნარჩენები, საკმაოდ ბევრია ფლიუსის ნარჩენები, რაც აქტიურ ფლიუსს გავს ფერით. მოვუგეცხავთ, გავწმინდავთ და შემდეგ შევეცდებით დავუხდოთ. დავუხდავთ ჩვენი მუდმივი აკუმულატორის გამოყენებით. შევაერთოთ. გავწევთ მაქსიმალურ ძაბვას. აჰა, დაჟევთ სულზე მეტია. 27, 21. ნუ 21 უკვე ბევრი იქნება. 5S-ისთვის არის დაახლოებით 5 და 20 ვოლტი და 20.2 ვოლტი დაახლოებით. მაქსიმალური. აბა დავაყენოთ 20 და 2. 20 და 2. ეს 20.2 ვოლტი მაქსიმალური და ნუ მინუს დავერთება მინუს და პლუსით უბრალოდ უნდა მოიძებნოს თუ რომელი კონტაქტი პასუხს აგებს დამუხტვაზე. ნახავთ ეხლა დავუხტავთ და შემდეგ უკვე შევეცდებით გადავაკეთოთ. ეხლა გიჩვენებთ რისთვის გვჭირდება ეს აკუმულატორი. აი გვაქვს ესეთი ძველი ესეთი საკმაოდ კარგი და ხარისხიანი, რომელსაც აქვს ესეთი ძველი აკუმულატორების ბატარეა. აიჭი და ეს მოვაცალე. ესეთი ძველი აკუმულატორების ბატარეა გადასაგდები და მის ნაცვლად ვაპირებთ ამის ჩასმას. ნუ თავისივე ბუდით ჩავსვამთ ალბათ. გაბარიტებში მიდის ჩვეულებრივად, უყურე. გაბარიტებში და იდეალურად მიდის. აი. უბრალოდ დამუხტვის პრობლემა უნდა გადავჭრათ. სავარაუდოდ იმ მოწყობილობით დავუხტავთ ხოლმე. ახლა ვნახავ რომელი კონტაქტები მოხდავს და შემდეგ უკვე ამასაც დავშლით და აქედან გადავიყვანთ მინუსზე და პლუსზე. შემდეგ შევაერთებთ საკმაოდ ისეთი ძველი cordless ნახეთ, cordless drill. ძველი ისეთი ოჩაღი მოწყობილობაა, ხრახნდამჭერი, ჭანჭიკდამჭერი ელექტრო. კაი რაღაცა. ვერანაირი ინფორმაცია ვერ ვნახე ინტერნეტში ამ კონტაქტების დანიშნულების შესახებ. მულტიმეტრითაც ბევრი ვერაფერი გავარკვიე. BMS დაფის მოხსნა აკუმულატორების ბატარეიდან ეზარება, იმიტომ რომ ეს წრეზე ყველა კონტაქტი არის ამოსარჩილი. შესაბამისად, მინუსი, პლუსი, ბოლო კონტაქტებზე დავშვი პირდაპირ დამტენი და მუშაობს. იტენება 1 ამპერით. მოხდავთ 19 ვოლტია უკვე. და მოხდება და გავაგრძელებთ.